საუბრებ ჩემპიონთა ლიგაზე. ზედიზედ მეორე სეზონში ქართულს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიხილავთ, მის წინააღმდეგ კი ითამაშებს გუნდი, რომელსაც უკვე 20 წელია ფინალში თამაშის წყურვილი ამოძრავებს, რა გამოვაო ვნახოთ. მოლოდინებზე, შანსებზე, უკვე ბუდაპეშტში გასამართ ფინალზე პარი სენ-ჟერმენი არსენალის წინააღმდეგ ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია სპორტის ჟურნალისტი და კომენტატორი გიორგი პავლეაშვილი. გიორგი, დილამშვიდობისა, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. გუშინ გრძელი საფეხბურთო საღამო გამოვიდა და დილა ადრიან, მოკლედ უკვე ვიწყებთ ამ ამბავზე საუბარს, იმიტომ რომ ყველაზე ცხელი თემა დღეს ეს არის. სპორტის სამყაროში ჩემპიონთა ლიგის ფინალი. არსენალი პარი სენ-ჟერმენი 30 მაისი. სანამ მივალთ ფინალამდე, მოდი გუშინდელ თამაშზე ვეხოთ ორი სიტყვით და მე უკვე ნახევარფინალებზე ვისაუბროთ, ფინალებზე ვისაუბროთ, კვარაზე ვისაუბროთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი, გამარჯობა, მივესალმები მაყურებელს პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. გუშინდელ თამაშზე რა უნდა ვთქვა, თამაშის წინ რომ მეკითხებოდნენ ხოლმე მთელი დღის განმავლობაში, ამ ერთი კვირის განმავლობაში პირველი მაჩის მერე პასუხობდი რომ წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება მოხდეს. მართლა ხო არის ხოლმე პროგნოზის გაკეთება. ფეხბურთს მოყოლოს ყოველთვის შეუძლია რომ ამა თუ იმ თამაშზე შენი აზრი გაქვს ჩამოყალიბებული რომ ის მოიგებს, ეს მოიგებს, ესეთი თამაში იქნება, ესეთი თამაში იქნება. მაგ მაჩზე ისე როგორც პირველ შეხვედრაზე წარმოდგენა არ მქონდა, იმიტომ რომ რეალურად ჩემი გადმოსახედიდანაც და ვიცი რომ ბევრი ეგრე ფიქრობს ამ სეზონის ორი საუკეთესო გუნდი ხდებოდა. ამ ნახევარფინალში ერთმანეთს და პირველი თამაში რაც იყო, ნაადრევ ფინალადაც მოინათლა ხო და ეგრეც იყო თამაშის სასწაული გამოვიდა და ერთი მხრივ ბაიერნი, რომელიც სასწაულ ფეხბურთს თამაშობს სამ სეზონში, გააქვს უამრავი გოლი, სამალამაზ ფეხბურთს თამაშობდა და მეორე მხრივ მოქმედი ჩემპიონი პარი სენ-ჟერმენი, რომელსაც ყველა გოლს შემატკივრობდა, თან ასევე თამაშის ხარისხის და სანახაობრივი თვალსაზრისით მათაც არაფერი არ დაეწუნებათ. ასე რომ მოხდა ის რაც მოხდა გუშინ და მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ყველაფრით, თუმცა მეორე მხრივ ყვარეს ფაქტორი რომ გამოვრიცხოთ, ხო ბაიერნიც რაღაც მხრივ იმსახურებდა ფინალში. კი, როგორ სეზონიდან გამომდინარე, კი, მაგრამ ორი თამაშიდან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ აბსოლუტურად ამსახურებულად პარი სენ-ჟერმენმა მოახერხა. და ის რომ 9 ბურთი რო გავიდა პირველ თამაშში და მეორე თამაში რომ მსგავსი გახსნილი არ იქნებოდა, ეს ეთყო თავიდანვე ცალსახა იყო. ო, ძალიან რთულია რა, რაც არ უნდა ორი თამაში ხდებოდა. 9 გოლი გავიც, 900 თავიდანებო 5-ო გავიდეს ბევრია და თამაშს ეთყობოდა კი არა, თამაშამდე ჩანდა უკვე რომ გუშინ უფრო დაძაბული და იმიტომ რომ უკვე პირველი თამაშის მე არის პირველ თამაშში შენ ჯერ არანაირი უპირატესობა არც ერთ გუნდს არ აქვს შექმნილი და უფრო თავისუფლად ერთი მხრივ შეგიძლია თამაში. მეორეში უკვე ამოცანები უფრო ტაქტიკური ჭიდილი მიდის უკვე ამოცანები დასახულია, იცი რა არის, იმას არ ვამბობ რომ ეხლა ლუის ენრიკე მოედანზე გამოვიდა რომ ის ერთბურთიანი სხვაობა შეინარჩუნებინა, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც არის რომ აი შენ რაღაც შედეგი უკვე დადებული გაქვს და მეორე თამაში სხვანაირად ხდები. ისინიც სხვანაირად ბაიერნიც ახლა პირველი წუთიდანვე თავქუდ მოგლეჯილი არ წავიდა და უკან, იმიტომ რომ იციან პარი სენ-ჟერმენი რა გუნდია და მოდი კიდე ერთხელ დაგიჭირეს და კი დაიჭირეს აგერ პირველივე წუთებზე და მე როგორ გართულდა საქმე. იმ ერთმა გოლმაც რომელიც მესამე წუთზე გავიდა ხო გუშინდელ შეხვედრაში ჩემი აზრით კიდე უფრო მეტად ჩაკეტა თამაში, იმიტომ რომ პარი სენ-ჟერმენმა ცოტა უფრო კიდე სიღრმიდან ითამაშა, ვიდრე ითამაშებდა 5-4-ზე 0-0-ზე. კარგი, შენ ბევრი წელი კომენტატორი იყავი და კომენტირებისაც ხშირად გქონია ის მომენტი, როდესაც მსაჯის გადაწყვეტილება განგიხილავს ეთერში და აგიხსნია წესების მიხედვით თუ რა როგორ ყოფილა და გუშინ იყო ერთი საკამათო მომენტი, როდესაც გამოდიოდა გამოქონდა მცველს პარი სენ-ჟერმენის მცველს პაჩო იყო თუ არსები ან მარკინეში არ მახსოვს საჯარიმო და ჟოანევეს ხელზე გაშლილ ხელში მოხვდა და ნუ მსაჯმა 11 მეტრიანი არ დანიშნა და ნუ წესების მიხედვით მოდი მაგაზე ვთქვათ, იმიტომ რომ დიდი აჟიოტაჟი მოყვა როგორც სოციალურ ქსელში ისე მოკლედ ყველა პლატფორმაზე აბსოლუტურად და ბუნებრივია ეს, იმიტომ რომ ხელზე თამაში მე რა იცი რომ და ეგ ლოგიკურიც არის ნიშნის მოგებით კი არა, ანუ ჩვეულებრივი ამბავია რომ ესეთ თამაშებს ნებისმიერ ქვეყანაში არა მხოლოდ საქართველოში უყურებს ერთი რამდენიმე მილიონით უფრო მეტი ადამიანი ვიდრე ზოგადად ფეხბურთს, ხო და საქართველოშიც მათ შორის გასაგებია რომ პარი სენ-ჟერმენის თამაშებს და მით უმეტეს ნახევარფინალში და ესეთ სტადიაზე ფეხბურთის გულშემატკივარი ვინც არ არის ისიც უყურებს. და არ მიყვირს რომ ეგეთი რეაქციები გამოიწვია ამ მომენტმა, თორე ისე ფეხბურთს მთელი სეზონის განმავლობაში არაერთი არის სხვადასხვა ლიგაში, ხო, შედარებით დაბლ დონეზე ეგეთი მომენტები და ეგ წესებშიც არის გაწერილი რომ პენალტი არ არის, ხა როცა და სულ რომ წესებს თავი დავანებოთ, ლოგიკური აღქმის დონეზე რომ ავიღოთ, თანაგუნდელი ბურთს იგერიებს სადღაც ცენტრისკენ, ხდება ხელში და რანაირი უსამართლობა იქნებოდა რომ მაგაზე პენალტი ინიშნებოდეს.
ანუ არანაირი სარგებელი ბაიერს, ამ შემთხვევაში ბაიერს თორე ზოგადად გუნდს ვერ ექნებოდა მაგ შემთხვევაში და იშორებს, ხო და ასხლეტით წასული ჯერ თანაგუნდელისგან სულ კარისკენ მიდიოდა, შეიძლება მაინც არ იყოს პენალტი, როცა ასხლეტით მიდის თანაგუნდელისგან და მით უმეტეს როცა ცენტრისკენ ფეხბურთელი ბურთს იშორებს და ეხლა თანაგუნდელს ხელში ხდება, ეგ წესებშიც არის გაწეული, რომ პენალტი არ არის, ასე რომ მან შანსი ხო ვინც ფეხბურთს სისტემატურად უყურებს ეგეთ მომენტებში შეხვდებოდა აქამდეც ბევრს. და ის არის ფიქრებს, რომ ამაზე პენალტი უნდა დაინიშნოს, მაგრამ ეხლა უყურებს ასეთ თამაშებს, ვინც აი მხოლოდ ასეთ თამაშებს უყურებს და შეიძლება ლოგიკური კითხვა გაუჩნდათ, რომ აი ხელია საჯარიმოში და პენალტი რატო არ დაინიშნა და მან ჩემი აზრით საჯმა 100% სწორი გადაწყვეტილება კი არ მიიღო წესებში რაც წერია ის წესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება მიიღო რაც ფეხბურთის წესებშია კი ბატონო მეორე ნახევარფინალი იყო არსენალი ატლეტიკო და ფინალზეც ვიტყვით აუცილებლად მაგრამ ერთი სტატისტიკა როცა არსენალზე ვსაუბრობთ ორ თამაში ან პრაგმატიზმი цаრი და პრაგმატიზმიც ორ თამაში ატლეტიკოსთან მადრიდშიც და ლონდონშიც ორი თამაშის ჯამში გუნდმა დაარტყა კარის ჩარჩოში სულ 4-ჯერ. ანუ ეს რაზე მეტყველებს არსენალზე, იმიტომ რომ არსენალი ჩვენ ბავშვობაში და არა მხოლოდ ბავშვობაში, მე უკვე ზრდასრულ ასაკშიც გვახსოვს ვენგერის არსენალი და არსენალი, რომელიც სულ გახსნილ ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა და დღეს მივიღეთ შედეგზე ორიენტირებული, იმან არ გაამართლა გასაგებია და მივიღეთ შედეგზე ორიენტირებული არსენალი, რომელიც უკვე თამაშობს სუპერ პრაგმატულ ფეხბურთს ალბათ, იმიტომ რომ 4-ჯერ დაარტყავს არსენალი კარის ჩარჩოში და 2-ით შედეგზე ორიენტირებული. ხო, სულად შედეგზე ორიენტირებული და არტეტას ფეხბურთმა მოიტანა, ხო? არტეტას ხელში თუ თამაში უკეთეს ფეხბურთი, მაგრამ კი, როგორ არა. ხო. მოდი მაგ ნახევარფინალზე ვთქვათ, იმიტომ რომ ატლეტიკოს მე მგონი მარტო ბარსასთან უხარია თამაში, არ ვიცი. ეგრე სორლოტოს მაგალითად. სორლოტს ფეხი რო არა ეცი, მაგრამ ატლეტიკომაც რამე დააკლო ვერ იტყვი რა. აი ატლეტიკოსთვისაც ბარსელონასთან თამაში როგორც გამოჩნდა, უფრო მისაღები ყოფილა, ვიდრე თავისნაირი ჩაკეტილ გუნდთან. და მე ფინალზეც გადავალთ და აი ამ არსენალთან თამაში როგორ რთულია, აბსოლუტურად ყველაფერმა გამოაჩინა. ლიგის ფაზაშიც გამოჩნდა არაერთხელ. კი, იგივე ბაიერმა რო ვერაფერი ვერ უქნა, ხო? ძალიან მაღალი კლასის შემსრულებლები ყავს ყველა პოზიციაზე, მაღალი დონის ფეხბურთელები, უძლიერესი დაცვის ხაზი და დაცვის ცენტრი, ხო? სალიბა გაბარელი, ხო, საერთოდ საუკეთესო შეიძლება იყოს დღეს სოფლიოში და რასაც ხედავს ეს კაცი, რომ აი ესენი ყო მყავს ყველაზე მაგარი, იქიდან გამომდინარე ათამაშებს გუნდს და ფაქტია, რომ შედეგი დაიდო 20 წლის მე პირველ ფინალში გავიდნენ. ურთულესი არის არსენალთან თამაში და ეს გამოჩნდა. მე პირადად ატლეტიკოსკენ ვიყავი მაგ წყვილში, არ დაგიმავა. ჩვენი არგენტინული ფეხბურთის სიყვარული და ბარსელონა კი გააგდო ატლეტიკო, მაგრამ მაინც ატლეტიკოსკენ ვიყავი, ხო იგივე ესპანური ფეხბურთისკენ უფრო ვიხრები ყოველთვის, მაგრამ მაგ შეხვედრაში იყო ერთი ძალიან საგამათო მომენტი. მე თუ მკითხავ, რეალურად ეგ იყო საგამათო. გრიზმანზე კი არა, ემაზე რა სიმეონეზე და მერე კიდე, ხო გრიზმანზე უფრო, ანუ ჯერჯარი მაგრამ გრიზმანზეც იყო და სიმეონეზეც იყო გაბრიელის მომენტი. ხო და იცი რა არის, საბოლოოდ ახლა ვერავინ იტყვის რომ არსენალი დამსახურებლად გავიდა ფინალში, იმიტომ რომ ორ ძალიან დაძაბულ თანაბა შეხვედრაში ვიღაცას უნდა მოიგო და გაიტანა გოლი ამან და მოიგო. ხო ატლეტიკოსაც შეტევაში ბევრი არაფერი გაუკეთებია იმისთვის რომ ექსეთ არსენალთან უნდა შექმნა შენ 4-5 რეალური საგოლე მომენტი რომ გოლი გაიტანა. მაგ 4-5 საგოლე მომენტის იმედი ატლეტიკოსგან ნაკლებად და პარის სენ-ჟერმენისგან ფინალში მექნება რა დაგიმავა. ხო, აი გადავედით ფინალზე ლოგიკურად. მოდი სანამ ფინალზე დავუწევთ ლაპარაკს, მე არ შემიძლია რომ კვარას არ შევეხოთ, იმიტომ რომ კვარა გახდა გუშინდელ თამაში ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც საპლეიოფო სტადიაზე ყველა შეხვედრაში ZZ არის საუბარი, ZZ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა გოლი ან საგოლე გადაცემა და ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია და სხვა შორის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან SofaScores ჰქონდა გამოტანილი რომ მისტერ ჩემპიონთა ლიგა და კითხვის ნიშანი და მისტერ ჩემპიონთა ლიგას ვის ეძახიან ვიცით კრისტიან რონალდოს თავისი სტატისტიკა კი არა ეგეთი შედეგი ხო და ZZ 7 საპლეიოფო შეხვედრაში პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე რა უნდა მოხდეს რომ რა უნდა მოხდეს რომ ბიჭო კვარაცხელი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ვერ გახდეს. ხო, აი როდის წარმოიდგენდა ქართველი გულშემატკივარი, ვინც ახლა ჩვენ ვიყურებს რომ ოდესმე ეგ შეიძლება ეგ სიტყვები წამყვანს ეთქვა, რა ვიცი, გიჟად მოგნათლავდნენ ალბათ რომ აი ჩემპიონთა ლიგის
ჩემპიონთა ლიგაზე კი არა, ჯგუფურ ეტაპზე ან ფაზაზე, პლეი-ოფში. ქართული ფეხბურთელი გახდა პირველი, ვინც საგოლე პასი გააკეთა, ან გოლი გაიტანა ყველა შეხვედრაში. ზედიზედ 7 შეხვედრაში. რა უნდა მოხდეს, რა არის ეხლა მან გუში რაც მოხდა, რომ პაჩო დაასახელეს, მაინც საუბრობს ფეხბურთელად, რომ სასახთ კვარცხელია იყო, ხო? ეხლა ეგეთი გადაწყვეტილია. ყველა მონაცემის მიხედვით რეიტინგში ყველა გავლენიან პლატფორმაზე კვარცხელიას ყველაზე მაღალი შეფასება. ხო, ანუ პარიზელთა რიგებში არაერთ ფეხბურთელს ქონდა ძალიან კარგი თამაში, მაგრამ კვარცხელი იყო ცალსახად საუკეთესო, მაგიტომაც იყო, რომ ლუის ენრიკე ზოგადად გენიალური მსმენელია და ყვითელი ვარათი ქონდა კვარას. როგორც წესი მეორე ტაიმში ყოველთვის გაყავს ხოლმე ბარკოლაზის X-კამზე, მაგრამ მოხდა რა, რომ 90 წუთია თამაშა, დემბელეც გაიყვანა, დუეც გაიყვანა, კვარა ბოლომდე დატოვა, იმიტომ რომ ცალსახად ყველაზე კარგი თამაში ქონდა. და დაასახელეს პაჩო და ეგ უნდა მოხდეს ჩემი აზრით, რომ ეგეთი გადაწყვეტილება მიიღონ უცნაური, მაგრამ ნუ ჯერ ერთი მაგისტრის ჯერ ფინალია მაინც, მე კი ვფიქრობ, რომ არსენალმა რომც მოიგოს მაინც კვარცხელია ამ სეზონში. ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ წაგებული გუნდიდან არ დაასახელებენ. უნდა მოიგოს პარი სენ-ჟერმენმა და მაგ შემთხვევაში მე ვფიქრობ, სულ რო არაფერი გააკეთოს ფინალში, ვერაფერი გააკეთოს, მაინც კვარცხელია უნდა დასახელდეს ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, იმიტომ რომ აი 20 წლის მერე პირველად ხო გავიდა არსენალი და მაშინ მე პატარები ვიყავით, მაგრამ არსენალს მე მგონი გულშემატკივრობდით უკვე და ფინალამდე რონალდინიომ რაებიც აკეთა, ყველა ძალიან კარგად ახსოვს, მაგრამ ფინალში ჩაკარგული იყო, მაგრამ როგორც მახსოვს, გამარჯვებული გუნდის ხო, მაგ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ლიგაზე და ჟულიანო ბელეტიმ გაიტანა მაშინ გამარჯვების გოლი. ბელეტიმ გაიტანა კი და ლარსონის შემოსვლამ ვითამაშა გამწყვეტილი როლი, მაგრამ ფინალში ჩაიკარგა რონალდინიო, მაგრამ მაინც საუკეთესო აღიარეს, იმიტომ რომ ფინალამდე საუკეთესო იყო და მე ეგრე ვფიქრობ, რომ კვარცხელია და დარწმუნებული ვარ ფინალშიც გააკეთებს გასაკეთებელს, მით უმეტეს თუ პარიზმა მოიგო და არ ვიცი, ეგ იქნება უდიდესი მიღწევა, ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ქართველი, არ ვიცი. არა, წარმოუდგენელი ამბავია, მართლა რთულად დასაჯერებელი თუ იქნებოდა რამდენიმე წლის წინ რომ მსგავს რაღაცას რთულად დასაჯერებელი არა, ხო, წარმოუდგენელი, ხო, გეთქვა, გიჟი ხარմეტი გეთქვა. კი, ჯერა. ვერ დავიჯერებდი რა. ხო და იცი რა არის, ბევრი ამბობს განიხილავს, რომ მაგალითად აი ამ წყვილში გასული, ამ შემთხვევაში პარი სენ-ჟერმენი იმ წყვილში გასულს ვაიმე რას რუსავს, მაგრამ მე მგონია რომ აბსოლუტურად სხვა ფეხბურთი იქნება 30 მაისს ბუდაპეშტში პუშკაშ არენაზე რა, აბსოლუტურად სხვა ფეხბურთი იქნება, იმიტომ რომ არსენალი ითამაშებს პირველ რიგში ფინალია და სხვანაირ ფეხბურთს ითამაშებს. კი, პრაგმატულ ფეხბურთს ბუნებრივია, თუმცა გამორიცხული ხარ, როგორ შეიძლება რომ ფინალში 90 წუთი დაცვაში მოუწევს. გუნდს მოუწევს წინ წასვლა რაღაც მომენტში, ხო? დაცვაში იცი რა, მე არც მგონია რომ არსენალი 11 კაცი დადგეს. არსენალის პრაგმატიზმი უფრო იმაში გამოიხატება, რომ იდეალურად იციან აი ამ ზონების გადაკეტვა, მეტოქის საუკეთესო ფეხბურთელების განეიტრალება, თამაშიდან გათიშვა და მერე თავად ამ შეტევებზე წასვლა, თორე ხა არსენალი არც არის გუნდი, რომ ატლეტიკოს შეუძლია 1-0 თუ წაიყვანს, რომ მერე მთელი გუნდი უკან იდგეს. არსენალი უფრო სხვანაირ დაცვას თამაშობს, ასე ვთქვათ რა, უფრო ორიენტირებულია იმაზე, რომ არ გათამაშოს, ჩაგიშალოს და მერე რაღაც მომენტები აქვს, როცა შეუუტევს ბუნებრივად სტანდარტები აქვს და 1000 დამუშავებული კომბინაცია. ასე რომ მაგიტომ უფრო მეშინია მე ამ არსენალის, რომ ის რაც იყო ბაიერნთან და რა ფეხბურთშიც იგივე კვარცხელიას, დემბელეს, დუესნაირი ინდივიდუალისტები ილაღებენ, ხო, და იგივე ბაიერნის მხრიდანაც. პირველ თამაშს რა ხდებოდა, ხო, 1-1-ზე რჩებოდა ყოველთვის შემტევი მცველთან და ჯობნიდა. ახლა ოლისე ნუნუ მენდეშს აჯობებს 1-1-ზე, ხო, ნუნუ მენდეშს ძალიან მაგარია, მაგრამ ეგეც უფრო შემტევია ვიდრე მცველი და კვარცხელიაც უპამეკანოსთან 1-1-ზე რო დატოვა 10-დან 8-ჯერ მოატყუებს, დარწმუნებული ვარ მაგის და ეგ ხდებოდა და არსენალთან ეგ ფეხბურთი არ იქნება 1-1-ზე, რა ქვია, კვარა ხო, თუნდაც ვერ დარჩება კალაფიორისთან ვიღაცებთან ვერ დარჩება, იქ დამზღვევი იქნება მუდმივად უფრო ნაკლები სივრცე იქნება და პარი სენ-ჟერმენისთვის ეგეთი ფეხბურთთან გამკლავება უფრო რთულია. პარი სენ-ჟერმენი, ბარსელონა იქნება, ბაიერნი იქნება, ანუ შემტევი გუნდებისთვის, ვისაც ძალიან მაღალი დოლის ინდივიდუალისტები ჰყავთ და ამაზე აკეთებენ აქცენტს, ძალიან რთულია ითამაშო გუნდთან, რომელთანაც არ არის სივრცე მოედანზე, ხო, ლოგიკური არის რა, როცა მსგავსი სტილის ფეხბურთელებისთვის ეგ შეიძლება იყოს მართლა ჯოჯოხეთური თამაში. რთული და კიდევ ეს დავამატებ, რომ ეხა რადგან ხარისხობრივად ეს უფრო მაგარი თამაშები იყო, ხო, ბაიერნი, პარი სენ-ჟერმენი ეგ არ ნიშნავს, რომ არსენალი ან ატლეტიკო ბუნებრივი არის. იქ უფრო დაბალი დონის თამაში ვნახეთ, მაგრამ კაცი ვერ გაიგებს, ესენი ერთმანეთს შეხვდებიან, იქ რა მოხდება. ასე რომ პარი სენ-ჟერმენი ჩემი ფავორიტია ფინალის, მაგრამ
არა აბსოლუტურად არაფერი არ იქნება მაგ თამაში გასაკვირი საერთოდ. კი ბატონო. თუმცა ატლეტიკო რო გასულიყო იგივეს ვიტყო. ზუსტად იგივე ბოლოდინი მექნებოდა მეც აბსოლუტურად ასე რომ 30 მაისს მე კარგ ფინალს ველოდები მაინც მიუხედავად იმისა რომ კარგი ფინალი ჩემთვის არ ყოფილა წინა სეზონის ფინალი. ცუდი იყო. ანუ ძალიან ცუდი ფინალი იყო. მიუხედავად იმისა რომ გაგვეხარდა სულ ყველას და ბედნიერები ვიყავით და ბევრი გოლი გავიდა და მაგრამ მაგის პირობას გაძლო. ხო და აი ზუსტად მაგამდე მივდივარ რომ მე მსგავს სცენარს არ ველოდები 90 წუთი დაძაბულს, იმიტომ რომ არსენალი სეზონიდან გამომდინარე PSG თავის ასის თამაშებს მე ამაში დარწმუნებული ვარ. არსენალმა უნდა ითამაშოს ის ფეხბურთი რომ ლამაზი ფინალი გამოგვივიდეს. და მე ამის ვჯერებ რომ არსენალი მაინც არსენალია. ხო, ლამაზი ფინალი ყოველთვის გვინდა, მაგრამ ფინალი მაინც ფინალია. იმ ხოლმე თავისი პრაგმატიზმით, თავის დაძაბულობით, რომ სულ რო აი სანახაობა არ იყოს, თამაში მაინც გაინტერესებს და ჩემთვის სცენარი სხვა იქნება, ესე მგონია. და ბოლოსკენ მოდი რადგან ჩვენს ფინალში გავედით, სეზონის ფინალია უკვე და წინ დიდი ფორუმი გველოდება მსოფლიო ჩემპიონატი. ორი სიტყვით თქვათ განვლილ სეზონზე რა სველოდით, რა გაგვიცრუა იმედი, რა გაგვიმართლა და ამით დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი რუბრიკა. სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე თუ არის ლაპარაკი, ისევ ძალიან კარგია. ჩემპიონთა ლიგა იქცა რაღაცა NBA თითქოს ფეხბურთის, საკლუბო ფეხბურთის, იმიტომ რომ არა ეს ტურნირი, ხო ისედაც არის ბევრი ლაპარაკი ფეხბურთი ისეთი არა, აღარ არის, ასეთი აღარ არის, როგორც იყო 20 წლის წინ, 30 წლის წინ, თუმცა სტაჟიანი გულშემატკივრები ამბობენ ხოლმე ამას, რომ ერთად მოსაწყენი გახდა, პრაგმატული გახდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ჩემი აზრით წლიდან წლამდე მაგა აზრს არსებობის საშუალებას აძლევს, მაგრამ მაინც გვავიწყებს. და ჩემი აზრით ლიგის ფაზა ახალი სიცოცხლე შეძინა, შეძინა და აი ლიგის პლეი-ოფები წლიდან წლამდე არის უფრო და უფრო უკეთესი. რა, ამ სეზონში ძალიან მაგარი თამაშები ვნახეთ. ასე რომ ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი, რომელიც იმედებს არ უსრულებს მე მგონი ფეხბურთს არც ერთ გულშემატკივარს და ცალკე ჩემპიონატების განხილვა შორს. არა, ცალკე ჩემპიონატების განხილვა მე ბარსა მოდის მე აი 10 კვირას არის ელ კლასიკო და ბარსა მე მგონი ისტორიაში პირველი ამბავი იქნება, როცა ელ კლასიკოში შეუძლია გაჩემპიონდეს. მე მგონი იქნებოდა რაღაც ეგეთი არ მახსოვს. ნუ ჩვენ რასაც უყურებთ ყოველ შემთხვევაში პირველია ცალსახად რომ ბარსელონა შეუძლია რომ კამპ ნოუზე ელ კლასიკოში ჩემპიონი გახდეს. კარგი, გიორგი, დიდი მადლობა. 30 მაისს ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე არსენალი, პარი სენ-ჟერმენი და ვიქნები სუბიექტური ბუნებრივია და ალბათ ამაზე არავინ არ მომედავება, რომ მთელი გულით გულშემატკივრობ ხვიჩა კვარაცხელიას, იმიტომ რომ სიტყვას ვიხარ, უწურავთ ტოპ 3-ს. ოქროს ბურთის ტოპ 3-ს. მსოფლიო ჩემპიონატს თავის გავლენა ექნება, თუმცა კვარა მასუნაში დაგვანახა, რომ საოცარი ფეხბურთელია, რატომაც არა. გიორგი პავლიაშვილი, ჩვენი სტუმარი, სპორტის კომენტატორი და ჟურნალისტი, ეს იყო დღეისთვის სპორტის რუბრიკა. მე სამშაბათამდე დაგემშვიდობებით და სამშაბათს სხვა თემებით შემოგიერთებით.